მას ასე, მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოდკასტში გულწრფელი საუბრები ინგასთან ერთად. დღეს უბრალოდ გავითიშოთ ყოველდღიურობისგან. გავხსნათ გონება, ვიგრძნოთ თავისუფლება და ერთად შევქმნათ რაღაც ახალი. დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენი პოდკასტის პირველი გადაცემა და ასევე 8 მარტი. დღე როცა ვზეიმობთ ქალების ძალას, სიმტკიცეს და სიყვარულს. მინდა მოივლოცო ეს დღე თითოეულ თქვენგანს. თქვენ, ვინც ქმნით რაღაც ახალს, შთააგონებთ, ცვლით სამყაროს და არასდროს წყვეტთ წინსვლას. იყავით გაბედულები, თავისუფლები და ყოველთვის ირწმუნეთ საკუთარი ძალის. მოდით დღეს გავითიშოთ რუტინისგან და ჩავიძიროთ საინტერესო საუბარში, რომელიც განათლების იმ დაუღალავ და შემოქმედებით ადამიანებს ეძღვნება, ვინც ყოველდღიურად ცვლის სამყაროს უკეთესობისკენ. მე ვარ ინდა ხარჩილავა, თქვენი მასპინძელი. მინდა გითხრათ, რომ ამ სივრცეში ყოველკვირეულად შევხვდებით გამორჩეულ პედაგოგებს, რომლებიც გაგვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს, გამოცდილებებს და იდეებს. ჩვენი მიზანია განათლების თემების სიღრმისეული განხილვა, ინოვაციური მიდგომების წარმოჩენა და რაც თავარია იმ შთაგონების გაზიარება, რომელიც ჩვენს პროფესიას თან ახლავს. თუმცა ამ პოდკასტში მასწავლებლებს ცოტათი სხვა კუთხით დავინახავთ, არა მხოლოდ როგორც პროფესიონალებს, არამედ როგორც ადამიანებს, რომლებსაც საინტერესო ისტორია აქვთ მოსაყოლი თქვენთვის. ჩვენი სტუმარი უპასუხებს ძალიან საინტერესო კითხვებს, რომელიც დაგეხმარებათ მათ სხვა კუთხით შეიცნოთ. დღეს ჩემთან ერთად არის არაჩვეულებრივი და დიდებული პროფესიონალი ქალბატონი. ქალბატონი ნინო ცარციძე არის Teachers Community Georgia-ს თანადამფუძნებელი, პროექტ ესთეტიკის საათის ავტორი. იგი აგრეთვე არის ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის და წმინდა ნინოს სახელობის საერხის მართლმადიდებლური სკოლის ხელოვნების მენტორი მასწავლებელი. ინოვატორი მასწავლებლის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, საერთაშორისო გლობალური სამიტების აქტიური მონაწილე და არ დავიღლები მასზე უამრავი რამ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტებით ვისაუბრო. პედაგოგი, რომლის თავდადებამ და ხედვამ მრავალი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ჩვენ ვისაუბრებთ მის გამოცდილებაზე, გამოწვევებზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია განათლების მეშვეობით კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ცვლილებების განხორციელება. მზად ხართ შთაგონებისთვის? მაშინ დროა დავიწყოთ. მივესალმოთ ქალბატონ ნინოს. მოგესალმებით ქალბატონო ნინო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ქალთა საერთაშორისო დღე და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. უღრმეს მადლობას გიხდით, ქალბატონო ინგა. ილოცავთ 8 მარტს, მინდა მივლოცო 8 მარტი ქალბატონებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენს ამ პროექტში, პირველ რაივში, ჩვენს მშობლიურ პლატფორმაზე, რომ ვარ სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის. უღრმესი მადლობა ასევე თქვენ. მზად ხართ თუ არა პირველ კითხვას უპასუხოთ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. დიახ, წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მსმენელები უკვე შემოგვერთდნენ და გაფაციცებით ელოდებიან თქვენს პასუხებს. ვინაიდან და რადგანაც დღეს ჩვენ საშუალება გვეძლევა ქალბატონი ნინო ცარციძე, ყველასათვის საყვარელი ქალბატონი, უფრო სხვა კუთხით და სხვა ჭრილში დავინახოთ. წარმატებები ქალბატონო ნინო და პირველ კითხვა. როგორ აღმოჩნდით განათლების სფეროში? იყო ეს გაცნობიერებული არჩევანი, თუ ცხოვრება სხვა მიმართულებით წაგიყვანათ? კითხვაზე პასუხს უფრო ღრმა ბავშვობიდან დავიწყებ. ხშირად მიწევდა ექიმებთან შეხება ჯანმრთელობის პრობლემების გამო და მათით რა თქმა უნდა აღფრთოვანებული ვიყავი. ექიმობაზე ვოცნებობდი, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემი ბუნებისთვის შეუფერებელი იყო.
ყოველთვის კრეატიული ცნობის მოყვარე ბავშვი ვიყავი. მხატვრობა, ძერწვა, ქსოვა, კერვა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ამას ხელს უწყობდა მამა ჩემი, რომელიც მხატვარი კერამიკოსია და რომლის შემოქმედებით გარემოშიც გავიზარდე. ხატავდი ყველგან და ყოველთვის მთელი სკოლის ფანჯრებს საზეიმო საახალწლო ნახატებით ვამკობდი და ეს არ იყო მარტო ჩემი გატაცება, ხშირად ხატავდი სამოსის სხვადასხვა დიზაინს ვიგონებდი, შემდეგ აი ამ დიზაინის მიხედვით ვკერავდი და მე თვითონ ვიკერავდი, მოკლედ საკუთარ სამოსს და ძალიან მომწონდა ამის ტარება. მიყვარდა წიგნების კითხვა და სკოლაში გულმოდგინებით სწავლობდი თითქმის ყველა საკას ერთნაირი გულმოდგინებით და ძალიან მიყვარდა ჩემი მასწავლებლებიც. მაგრამ განსაკუთრებული გავლენა ჩემზე მოახდინა ერთ-ერთმა მათგანმა, ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო ქალბატონი იზო ცარციძე, საოცარი ქალბატონი, რომელიც დღესაც წარმატებული მასწავლებელია და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ქალბატონი იზოს მიულოცო 8 მარტი და უსურვო მას ჯანმრთელობა, ბედნიერება და პროფესიული წარმატება, კვლავაც და კვლავაც აღეზარდოს მრავალი წარმატებული თაობა. არასოდეს არ დამავიწყდება მისი მრავალფეროვანი შემოქმედებითი გაკვეთილები და ქალბატონ იზოს არასოდეს არ უჭირდა თავის მოსწავლეების ნიჭის გამოვლენა და ყოველთვის ყურადღებას აქცევდა ამ შემოქმედებით უნარებს და მაძლევდა ხოლმე რჩევას, რომ აუცილებლად უნდა მეხატა, როცა ამის სურვილი მქონდა, არ მქონდა მნიშვნელობა დრო მქონდა თუ არა, უნდა გამომენახა ამის დრო და მეხატა. ეს იყო მისი რჩევა ყოველთვის და თითქმის ყოველდღიური. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი თავდაპირველი გზა პროფესიული საქმიანობა, როდესაც დავიწყე, გამომცემლობას დაუკავშირდა, რომელიც აბსოლუტურად სხვა სფეროა სკოლის განათლებისგან და 2008 წელს, როდესაც მოხდა 2006 წელს უკაცრავად, როდესაც მოხდა ხელოვნების საგნის პილოტირება სკოლებში, აი სწორედ მაშინ ამიხდა ბავშვობის ოცნება და გადავწყვიტე, რომ მეცადა მასწავლებლობა. როგორც კი სკოლაში შევდგი ფეხი მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ნამდვილი მოწოდება. შეიძლება ითქვას, რომ თავდაპირველად პირველი პროფესია არ იყო ჩემი მასწავლებლობა, მაგრამ ცხოვრების გზამ სწორედ იქ მიმიყვანა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ თავს განათლებაში. სადაც შემიძლია ჩემი ცოდნა, გამოცდილება და შემოქმედებითი ხედვა მომავალ თაობებს გავზიარო. აი, ძალიან საინტერესოა. აი, კიდევაც აღვნიშნე, რომ ჩვენ მასწავლებელს აი კიდევ უფრო სხვა თვალით დავინახავთ და მართლა ძალიან საინტერესო ბავშვობა გქონიათ, როგორი კრეატიული და ინოვატორი ბავშვი ყოფილხართ, ქალბატონო ნინო. აქვე მინდა მეც მივულოცო თქვენს პედაგოგს და მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი ნინოს შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას. მადლობა. კი ბატონო, მე შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ, რას ნიშნავს იყო ნამდვილი ქართველი სულის ქალი? ვიდაიდან და რადგანაც თქვენ მე ვხედავთ თქვენში სწორედ აი ამ სულს და მინდა უფრო აი ახალგაზრდებს კიდევ გამომარტოთ და ავუხსნათ თქვენი შეხედულება ამ კითხვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ქართული სულის ქალი უპირველეს ყოვლისა არის ადამიანი, რომელიც არის ერთგული ტრადიციების, კულტურის, ეროვნული ღირებულებების. ის არა მხოლოდ ინარჩუნებს აი ამ ფასეულებებს, არამედ აქტიურად ავითარებს და ახალ თაობასაც გადასცემს. ეს არის ქალი, რომელიც ძლიერი შინაგანი სამყაროთი გამოირჩევა, რომელიც სიყვარულით, ღირსებით და პატივისცემით ეკიდება ოჯახსაც, სამშობლოს და გარშემოყოფესაც. ნამდვილი ქართველი სულის ქალი ერთდროულად ძალაცაა და სილამაზეც, ხო? მეთანხმებით ალბათ. მას შეუძლია იყოს ოჯახის სითბოსა და ჰარმონიის წყაროც, მაგრამ ამავდროულად მტკიცე და შეუპოვარიც გახდეს, როცა ეს მის რწმენას, პრინციპებს, სიმართლეს ეხება. ის აუცილებლად ინარჩუნებს ტრადიციებს, მაგრამ არ უშინდება თანამედროვეობის გამოწვევას. მუდმივად ვითარდება. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ ეს უკანასკნელია, რომ მან შეძლოს განვითარება.
და გააგრძელოს ტრადიციები, ამავდროულად განვითარებად შეძლოს. არ დადგეს ერთ ადგილას, მოკლედ რომ ვთქვათ, მოქმედებდეს, ქმნიდეს, შთააგონებდეს, აძლიერებდეს გარშემომყოფებს და თავის ისტორიას თვითონ წერდეს. აი ეს არის ყველაფერი ის თვისება, რასაც ვფიქრობ, რომ ჩემშიც ვლინდება, როდესაც ქართულ კულტურას, ხელოვნებას და განათლებას ვემსახურები, ვძნობ, რომ ჩემი როლი მხოლოდ პირდაპირ წარმატებით არ ეზომება ამ შემთხვევაში ის განისაზღვრება, მით თუ რამდენად შემიძლია ჩემი ცოდნა, ღირებულებები და ეს ფასეულებები გაუზიარო სხვებს. რამდენად შევძლებ შევინარჩუნო და განვავითარო ქართული სულისკვეთება, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადმოგვეცა ჩვენ თანამედროვეებს და ნამდვილი ქართველი ქალის სული შთაგონება, მისი სიტყვა, საქციელი, შემოქმედება სხვა ადამიანებსაც აძლევს ძალას და იმედს. ეს არის გზა, რომელსაც მე პირადად სიამაყით და სიყვარულით მივყვები. ნამდვილად სიამაყით, სიყვარულით მიყვებით და ჩვენ ვამაყობთ ამით. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო და აქვე მინდა კიდევ უცებ ესეთი კითხვა დავსვა თუ რა არის თქვენთვის ბედნიერება ქალბატონო ნინო? ბედნიერება ჩემთვის შინაგანი ჰარმონია პირველ რიგში. კმაყოფილების შეგრძნება, რომელიც მოდის არამხოლოდ მიღწევებიდან, არამედ იმ უბრალო მომენტებიდანაც, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში ყოველდღიურობას ალამაზებს. ეს არის ბალანსი, წონასწორობა, ასე რომ ვთქვათ. სიყვარული, შრომის შედეგების დანახვა, შთაგონება, გარეშემო საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა, შესაძლებლობა, რომ საკუთარი ცოდნა სხვებსაც გაუზიარო და სიკეთე გაუზიარო სხვებს. არსებობს ერთი ფინური გამოთქმა, ბედნიერება არის ადგილი ძალიან ცოტასა და ძალიან ბევრს შორის. ამ გამოთქმაში ჩემი აზრით უდიდესი სიბრძნე დევს. ეს ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის მხოლოდ მატერიალური სიუხვე ან და უკიდურესი ასკეტიზმი, ხო? არამედ ბალანსი ამ შორის. თუ ვივჯელებთ იმაზე, რომ ცხოვრებაში ძალიან ცოტაა და ვიფიქრებთ, რომ გვაკლია რაღაც რესურსები, სტაბილურობა, უსაფრთხოება, შეიძლება დავკარგოთ, შეიძლება ბედნიერების უნარი დავკარგოთ, რა თქმა უნდა, ამაში გასაკვირიც არაფერია, მაგრამ თუ გვაქვს ზედმეტად დრო, ბევრი მატერიალური ფასეულებები, შეიძლება გქონდეს ყველაფერი გადაზედმეტებით. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება მადლიერების და იმ პატარა ბედნიერების საშუალება დავკარგოთ, ელემენტარული სიხარულის და შთაგონება, რაც სიმარტივეში ეს აღარ გქონდეს და ვფიქრობ, რომ ბედნიერება სწორედ იმ ადგილას არის, სადაც არც ნაკლებობაა და არც ზედმეტობა, არამედ ზომიერება, შინაგანი და გარესამყაროს ჰარმონია, მადლიერება და ცხოვრების უნარი იმით, რაც მართლა მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ეს არის ჩემთვის ბედნიერება. უღრმესი მადლობა, მეც ჩამაფიქრეთ. მართლა ძალიან ესე საინტერესო და მნიშვნელოვანი პასუხი გაეცით ამ კითხვას და მართლაც თამაგონებელი, მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ. ჩვენ თავარ ღირებულებებზე ვისაუბრეთ, ბევრი ვისაუბრეთ, მოკლედ, აი ამ ცოტა დროის განმავლობაში და ერთი კითხვა და დაგისვათ ესეთი, როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი ღირებულებები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა გადასცეს თავის მოსწავლეს? და რადგანაც ჩვენთვის ეს ძალიან მთავარია და მაინტერესებს ამ კითხვაზე თქვენი პასუხი. მე ვფიქრობ, რომ მასწავლებელი მხოლოდ ცოდნის გადამცემი ნამდვილად არ უნდა იყოს და ის მოსწავლეებს პირველ რიგში მოსწავლეების პიროვნული განვითარების მეგზური და შთაგონების წყარო უნდა იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომელიც მასწავლებელმა უნდა გადასცეს მოსწავლეს, ეს არის პირველ რიგში პატიოსნება. შრომის მოყვარეობა, რა თქმა უნდა, და განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითი თავისუფლება და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა, ასე ვთქვათ. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ წარმატება არ განისაზღვრება მხოლოდ აკადემიური ცოდნით და ის შინაგან სიძლიერეზეა დაფუძნებული, პასუხისმგებლობის, ემპათიის და კეთილშობილებას, ხო?
მათი უნარი იფიქრონ დამოუკიდებლად, მიიღონ სწორად გააზრებული გადაწყვეტილებები, იყვნენ გულისხმიერები, არა მხოლოდ მათ პროფესიულ გზას, არამედ მთელ საზოგადოებას გარდაქმნის უკეთესობისკენ, ხო? მეთანხმებით არა. მასწავლებლის უმთავრესი მისია არის გააღვიძოს მოსწავლეში თვითრწმენა. ცნობის მოყვარეობა და შემოქმედებითი ნიჭი, სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მომავალ ლიდერებს, ჩემი აზრით. მკვლევარებს, ხელოვანებს და პასუხისმგებლობიან მოქალაქეებს, რომელიც სამყაროს არა მხოლოდ საკუთარ წარმატებას, არამედ პროგრესს და ჰუმანურ ღირებულებებს შესძენენ. აი ეს არის უმთავრესი ჩემი აზრით. ნამდვილად სიმსახურებს თქვენი პასუხი, უღრმესი მადლობა და მე ვიცი რომ თქვენ ძალიან ბევრი მოსწავლის, ასე ვთქვათ, დედაც ხართ. ძალიან ზრუნავთ მათზე. და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ აი მაინტერესებს თქვენი ძმისშვილები და დიშვილები თქვენთვის. რას წარმოადგენენ? როგორც ცდილობთ, რომ მათ ცხოვრებაში გასაკუთრებული კვალიდატოვოთ? ძალიან სენსიტიური თქვა. შეგეთხოთ. ჩემი ძმისშვილები და დეშვილები ნამდვილად ჩემი შვილები არიან, ისინი ჩემი გულის ნაწილი არიან, ჩემი ცხოვრების ნათელი სხივები, ასე ვთქვათ და უდიდესი სიამაყის წყარო. მათი გაზრდის პროცესში ყოველთვის ჩართული ვიყავი მშობლებთან ერთად, არა მხოლოდ როგორც ოჯახის წევრი, მამიდა და დეიდა, არამედ როგორც მეგზური, მეგობარი და უდიდესი გულშემატკივარი. ყველა ნაბიჯზე ვცდილობდი, რომ მათთვის სიმტკიცე, კეთილშობილება, ღირსება მესწავლებინა და მინდოდა, რომ სულიერად ძლიერი ადამიანები, დამოუკიდებელი, მიზანდასახული პიროვნებები ყოფილიყვნენ. და მადლობა უფალს, რომ დღეს ეს ასეც არის, თითოეული მათგანი, დიშვილები უკვე სრულწლოვანები არიან, შემდგარი პიროვნებები არიან, ძმისშვილები არ არიან სრულწლოვანი, მაგრამ თითოეული მათგანი უნიკალური პიროვნებაა და განსაკუთრებულია. მათ გვერდით ყოფნა ჩემთვის, არ ვიცი, უდიდესი ბედნიერებაა და ვცდილობ მათთვის არა მხოლოდ მზრუნველი და საიმედო ადამიანი ვიყო, არამედ შთაგონების წყაროც. მინდა რომ დაინახონ როგორია შრომის მოყვარეობის, განათლების, შემოქმედების შედეგები. ვცდილობ მათ გაუზიაროთ ცხოვრების სილამაზე და სიყვარული ხელოვნებისა და კულტურისადმი, შეუნარჩუნოთ ცნობის მოყვარეობა და თავისუფალი აზროვნება. და მინდა რომ სჯეროდეთ, რომ თავიანთი ოცნებების განხორციელებას ყოველთვის შეძლებენ თუ მისნად დაისახავენ რამეს და მათ წარმატებას, სიყვარულს დაასუყურებ ყოველთვის ამაყად. რადგან ვიცი, რომ მათში ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილების რაღაც ნაწილი დავტოვე. ის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები არიან და ჩემი სიყვარული, შთაგონება და დაუმარცხებელი კავშირი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება და დაუმარცხებელია ფაქტიურად. მერწმუნე ძალიან ბედნიერები არიან ისინი, ვინაიდან და რადგანაც ქალბატონი ნინო ცარციძე მათი დიდი მეგობარია. არა მარტო მამიდა, ასე ვთქვათ, არამედ მართლაც ძალიან ახლობელი ხართ მათთვის და თქვენ ძალიან ბევრ რამეს აკეთებთ მათთვის და მე პირადად მადლობა. და მოდით, რადგან ეხლა უკვე თქვენს შვილებზე მოდი ასე ვთქვათ ვისაუბრეთ, აი მოსწავლეებზე გადავიდეთ და ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ ქალბატონინო. რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენს მოსწავლეებს შეაყვაროთ სწავლა? ინა კითხვის დროსაც აღვნიშნე, რომ მასწავლებლის მთავარი მისია არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა. მისი როლი არის გაცილებით ღრმა და უნდა შეეძლოს პირველ რიგში მასწავლებელს, რომ დააინტერესოს, დააგონოს, გაუღვიძოს მოსწავლეს სწავლისადმი ბუნებრივი ცნობის მოყვარეობა. რათა ეს პროცესი მათთვის არ გახდეს როგორც ვალდებულება, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და განვითარების გზა. ამის მისაღწევად, რა თქმა უნდა, საკლასო ოთახში მასწავლებელმა უნდა შექმნას ინსპირაციული გარემო, სადაც მოსწავლეები იგრძნობენ, რომ განათლება მხოლოდ წიგნებში არ არის, ის მათი მთავარი ცხოვრების ინტერესებისა და მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია.
უნდა გამოიყენოს სწავლობის ინოვაციური მეთოდები, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში ძალიან რთულია, როდესაც ბავშვები ასე კარგად ფლობენ ტექნიკას ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, მასწავლებლებსაც ერთ ადგილზე დგომის საშუალება არ აქვს და უნდა აუწყონ ფეხი და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს, რა თქმა უნდა. და თითოეული პირველ რიგში აი ამ აქტივობებთან ერთად, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება, მასწავლებელმა უნდა დაანახოს მოსწავლეებს, რომ თითოეული მათგანი უნიკალური პიროვნებაა, დაეხმაროს მათ საკუთარი ინტერესების და ნიჭის აღმოჩენაში, იმიტომ რომ გაუღვივოს აუცილებლად კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად მსჯელობის უნარი, რათა მხოლოდ პასუხების დამახსოვრება კი არ ისწავლონ, არამედ ეძიონ, იკვლიონ და თვითონ იპოვონ პრობლემების გადაჭრის გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იყოს მათთვის არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ მოტივატორი, ყოველთვის მენტორი, ვინც არა მხოლოდ ცოდნას უზიარებს, არამედ მათ განვითარებას და თავდაჯერებულება უმნიშვნელოვანესი. ანუ თვითრწმენის ამაღლებაში უნდა დაეხმაროს აუცილებლად. როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ სწავლა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ აი თუნდაც გამოსთა ჩააბაროს, ხო? არამედ სამყაროს უფრო ღრმად აღქმის საშუალებას აძლევს. ეს უფრო მეტ შთაგონებას და მოტივაციას იპოვის, რა თქმა უნდა, ამ დროს. ამ გზით განათლება მათთვის არ გახდება უბრალოდ სკოლაში გატარებული წლები, არამედ ცხოვრებისეული აზროვნების და განვითარების პროცესის ნაწილი, რომელიც საკუთარ მომავალ შექმნაში მნიშვნელოვანი როლი აქვს და ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ, რომ თვით გამოხატვის შესაძლებლობა აღმოაჩინონ. ეს აღარ იქნება მოსაწყენი ვალდებულება, არამედ მათთვის საყვარელი და შთამბეჭდავ თავგადასავალად იქცევა. აი ამას თუ მოახერხებს მასწავლებელი, ეს არ ვიცი, ძალიან კარგი რამეა. დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსწავლეები ამას მოახერხებენ და დარწმუნებული ვარ, საჭირო დროს, აი საჭირო მოქმედებებს გააკეთებენ, რომ ის პრობლემა გადაჭრან, რომელი პრობლემის წინაშეც დადგებიან. ვინაიდან და რადგანაც მართალი ბრძანდებით არ არის მხოლოდ სწავლა, მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა კი არის ის რაღაც საკითხები განიხილოთ გაკვეთილზე, მაგრამ მე ძალიან მომეწონა, როდესაც აღნიშნეთ, რომ ზუსტად ის უნარები უნდა გამოუმუშავდეთ მათ, რომ საჭირო დროს შეძლონ ის პრობლემები გადალახონ, რომელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან და ჩვენ ვიცით ცხოვრებაში უამრავი პრობლემა და დაბრკოლება შეხვდებათ მათ. მადლობა ამისთვის ქალბატონო ნინო და ეხლა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ და ძალიან მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, რა არის თქვენი საყვარელი ციტატა, ფრაზა, დარწმუნებული ვარ აუცილებლად გექნებათ, რომელიც თქვენ ცხოვრებაში ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია და თქვენ ცხოვრებას განსაზღვრავს. გაგიკვირდებათ და ქალბატონო ინგა და ჩემი საყვარელი ციტატა მარკუს ავრელიუსს ეკუთვნის. ეს ციტატა იცხოვრე ყოველ დღე ისე, თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყოს ამაოების, გულგრილობის და თეატრალური პოზების გარეშე. აი ხასიათის სრულყოფილება. ჩემი ცხოვრება არის ის, რადაც მას აქცევენ ჩემი ფიქრები. აი ეს ფრაზა არის ჩემთვის ეს სიტყვები მთელი ცხოვრების ფილოსოფიის არს წარმოადგენს ჩემთვის პირადად. ისინი გვახსენებენ, რომ ცხოვრება არ არის რეპეტიცია. თითოეული დღე უნიკალური შესაძლებლობაა და ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა დავაფასოთ აუცილებლად. ავრელიუსი გვასწავლის, ჩემი აზრით, რომ ყოფიერების სიმძაფრე და სიღრმეებში ჩასვლა საჭიროა, მაგრამ არა ზედაპირული პათოსით, არამედ გულწრფელი, აუღერვებელი შინაგანი ძალები. თუ ადამიანი მართლაც ცხოვრობს ისე. თითქოს ეს დღე მისი უკანასკნელი დღეა, ხო? ის უარს ამბობს უმნიშვნელოვანეს ზედაპირულ რაღაცებზე, გამუდმებულ შოთაზე, ცთარ ამბიციებზე, ნიღბებზე, რომელსაც ყოველდღიურობა რაღაცნაირად ყოველდღიურობაში გვაიძულებს, რომ მოვირგოთ, ხო? უკანასკნელ დღეს ადამიანი ყველაზე გულწრფელი ხდება. ის არ ცდილობს სხვების თაბეჭდილებების ტყვეობაში მოექცეს, არ ფიქრობს ცარიერ ფორმულირებაზე და არამედ მხოლოდ არსებითზე, იმაზე, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანია.
ეს ციტატა გვასწავლის, ვფიქრობ, რომ ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს ღირებულება, თუ მას სრულყოფილი შეგნებით ვიცხოვრებთ, სიყვარულით, მადლიერებით და ყოველ წამს აზრით გავავსებთ, ხო? უკანასკნელ დღეს ადამიანი ცდილობს მოინანიოს პირველ რიგში თავის შეცდომები, გამოხატოს სითბო, უთხრას საყვარელ ადამიანებს ის, რაც ადრე ვერ ან რაღაც მიზეზის გამო ვერ გაბეტარო ეთქვა, ხო? და სრულიად სხვა კუთხით აღიქვას სამყარო უფრო სუფთად, მარტივად, ჭეშმარიტად, მაგრამ მთავარი აზრი მაინც იმაჩნია ამ ფრაზაში ის არის, რომ თუ ეს მიდგომა ყოველდღიურ რჩევად ვაქციეთ, მაშინ არც ერთი დღე არ იქნება დაკარგული. სწორედ ეს არის აიქ ხასიათის სრულყოფილება, რაზედაც არის საუბარი. არ დაველოდოთ გარდანტეხ რაღაცა მომენტებს, ხო? არ გადავდოთ თუ გვეწვია ბედნიერება, თქვათ მომავალზე, არამედ ვიცხოვროთ დღეს, აქ და ახლა და ზუსტად ისე, როგორც სწორად მიგვაჩნია ყოველგვარი უგულობების, მოჩვენებითობის და უმნიშვნელობს ფოთვის გარეშე. ეს არის ჩემი აზრით ეს ფრაზა. მეც კი დავფიქრდი, უღრმესი მადლობა და დარწმუნებული ვარ ჩვენს მენელებსაც, ასე ვთქვათ. რაღაცნაირად შთააგონეთ ნამდვილად. დიდი მადლობა. და ერთი კითხვა მინდა, რაღაც მნიშვნელოვანი კითხვა მინდა ვფიქრობ, დავსვა და საინტერესო მსმენელებისთვის. თქვენ ახსენეთ თქვენი ბავშვობა, თქვენი კრეატიულობა, თქვენი ნიჭი, ხელოვნება, ხატვა, იქ სტამბა და კიდე მრავალი პროფილით შეიძლებოდა წასულიყავით. ეხლა რო გქონდეთ შესაძლებლობა და დაუბრუნდეთ უკან. დაუბრუნოთ დრო. ისევ მასწავლებლობას აირჩევდით? ეჭვიც არ ვიპარება, რომ მასწავლებლობას ავირჩევდი, დარწმუნებული ვარ ამაში თითქმის 100%-ით, რომ ისე მასწავლებელი გავხდებოდი, იმიტომ რომ ეს მარტო პროფესია არ არის ჩემთვის, არამედ შინაგანი მოწოდება არის, ცხოვრების მიზანი არის და რომელიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ გავუზიაროთ და გამოცდილება ადამიანებს და მოუტანო მათ სიხარული. ეს არის გზა, რომლითაც სურს ჩემს მოსწავლეებს სწავლისადმი არა მხოლოდ პატივის წერმა, არამედ სიყვარულიც მივაწოდო. ყოველთვის მომწონდა, რომ რაც მასწავლებლის პროფესიაში შევედი, რომ ვარ მასწავლებელი, რადგან ეს პროფესია საშუალებას მაძლევს, რომ თქვა, რომ მე ვცვლი სამყაროს, ხო? და ეს ცვლილებები თითოეულ მოსწავლის გულში იწყება. ეს არის უმნიშვნელოვანესი სასიამოვნო შრომა, სადაც თითოეული წამი, თითოეული გაკვეთილი, თითოეული ურთიერთობა განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების მიზანს, მათ ზრდას, განვითარებას და წინსვლას წარმატების გზაზე, ასე რომ ვერანაირად სხვა პროფესიას ეჭვიც არ მეპარებოდა ამ პასუხში, მაგრამ მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და ბევრი ნინო ცარციძე საქართველოს. იმიტომ რომ მართლაც გვეამაყებით და გვეიმედებით ქალბატონო ნინო და მადლობა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ეხლა კი ესეთი კითხვა მინდა დავსვა. თქვენი, ჩემი, ჩვენი კოლეგების უამრავი მოსწავლე სტატისტიკის მონაცემებით ეხლა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა არის ჩართული უკვე და დაინტერესებული ჩვენი პროფესიით. ძალიან სასიხარულოა. რას ურჩევდით? ვინაიდან და რადგანაც დღეს ქალთა დღეა, რას ურჩევდით იმ პატარა ქალბატონებს, რომლებიც ემზადებიან გახდნენ მასწავლებლები? პირველ რიგში ურჩევდი, რომ იარონ მასწავლებლობის გზაზე მტკიცეთ და ღირსეულად და მოთმინება აუცილებელია ჩვენს პროფესიაში. შექმნა არა მხოლოდ სწავლების გარემო, არამედ ცხოვრების სკოლაც. სადაც გაგონება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. მასწავლებლობა, იმიტომ რომ არ არის მხოლოდ პროფესია, აქ არის წარსულის აწყოს მომავლის შეხმატკბილებული პროცესი, ასე ვთქვათ. ეს არის გზა, სადაც ყველა ნაბიჯი, თითოეული გაკვეთილი, თითოეული სირთულე და მიღწევა თქვენი როგორც პიროვნების პროფესიულ ზრდას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა საკმაოდ რთულია, სირთულეები და გამოწვევები მხოლოდ გამძლეობის და
სიმტკიცის აღზრდას ემსახურება ისევ ჩვენსას, ხო? და რა თქმა უნდა, ახალგაზრდა მასწავლებლების აღზრდაში ეს დიდ როლს ითამაშებს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი როლი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, რაზედაც წინა კითხვებზეც ვისაუბრე, არამედ ღირებულებების აღზრდა, ნორჩის სულების ფორმირება და მათში სასარგებლო საწყისების ჩადება არის და თქვენ არ ხართ მხოლოდ სწავლების შუქი, არამედ ცხოვრებისეული სიბზნის მიმცემიც, რომელიც თითოეულ მოსწავლეს უნიკალური პოტენციალის გახსნის საშუალებას აძლევს და აი ამ ყველაფერს გააკეთებთ, რა თქმა უნდა, საუკეთესო მასწავლებელი იქნება ის, ვინც ამას შეძლებს და დარწმუნებული ვარ, წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე თითოეულ თქვენგანს. მეც წარმატებებს ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, არაერთი ესეთი ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც ახლა აბიჯებს ფეხს და შემობრძანდება სკოლაში, მართლა мотиваცია იქნება მისთვის და შთაგონება თქვენი პასუხი და ჩვენი გადაცემა ქალბატონო ნინო, იცით რომ დასასრულს უახლოვდება, ვინაიდან და რადგანაც რაღაც ნახევარი საათი გვაქვს ხოლმე რომ ვისაუბროთ ძალიან საინტერესო და ბოლოს ჩვენ ახლა გვიყურებს საზოგადოება დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა და ჩვენ სპეციალურად დავამთხვიეთ ამ დღეს ჩვენი პირველი გადაცემა. მადლობა ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას ასევე მხარდაჭერისთვის და მინდა ბოლო კითხვა დავსვა, რას უსურვებდით ქალბატონებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ და შემდეგ უკვე ჩანაწერ ვიდეოს უყურებენ? აი, რას უსურვებდით მათ? დღეს 8 მარტია და ამ დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ და ეს დღე ქალბატონების წვლილს აღნიშნავს კაცობრიობის წინაშე. მინდა უსურვო თითოეულ ქალბატონს პირადი ბედნიერება, ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სიმშვიდე და განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივლოცო ქალ მასწავლებლებს, რადგან მათი როლი განუზომელი არის და ამ ჭეშმარიტად თავდადებულ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ სოდნას, არამედ სიყვარულს იკეთეს და ადამიანურ ღირებულებებს თესავენ ჩვენი მომავალი თაობებში, ხო? გისურვებთ, რომ თქვენი ყოველი დღე იყოს სავსე შთაგონებით, სიყვარულით და წარმატებებით. თქვენ ხართ სინათლის სხივი, რომელიც გზას უნათებს ჩვენს მომავალს, იყავით ყოველთვის ძლიერი, თავდაჯერებული და ბედნიერი. გილოცავთ ქალთა დღეს და ურმის მადლობას გიხდით ქალბატონო ინგა, თქვენ გილოცავთ პირველ რიგში როგორც ქალ მასწავლებელს, საოცარს. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ, რომ ბედნიერი, წარმატებული მასწავლებელი ყოფილიყავით, ყოველთვის გიამაყოთ თქვენი აღზრდილების ღირებულებებით და ადამიანობით. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. ისმის ჩემი ხმა? დიახ, ისმის. ჩემი ხმა თუ ისმის? ისმის. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. ფიქრობ, დღეს ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი საუბარი გქონდა. დიდი მადლობა ჩვენს პირველ სტუმარს, ქალბატონ ნინო ცარციძეს, მისი ცოდნის, გულწრფელი განწყობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს იყო ნამდვილი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ერთ პედაგოგს უამრავი ადამიანის ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანა. საინტერესო საუბარი ინგასთან ერთად არის ის ადგილი, სადაც განათლებაზე გულწრფელად საუბრობთ. სწავლობთ და ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას. ამ სივრცეში მასწავლებლებს სხვა ჭრილში ვიხილავთ, როგორც საინტერესო და მრავალმხრივ პიროვნებებს, რომლებიც არა მხოლოდ ასწავლიან, არამედ თავად უწყვეტად იზრდებიან და ვითარდებიან. დაგელოდებით ახალი საინტერესო სტუმრითა და თემებით. არ დაგავიწყდეთ, შეგიძლიათ გამოგვიწეროთ, ასევე დაგვიკავშირდეთ Teachers Community Georgia-ზე
და დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრებები. ასევე დააფიქსიროთ ისიც თუ გსურთ იყოთ ჩემი შემდეგი სტუმარი. მაშასე ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან. შეხვედებით შემდეგ ეპიზოდში, სადაც ახალ სტუმრებთან ერთად შემოგერთდებით. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან იყავით ამ დროის განმავლობაში. ფიქრობ ძალიან საინტერესო, შთამაგონებელი, ინსპირაციული პასუხები მოისმინეთ ქალბატონ ნინოსგან. ქალბატონ ნინო, წარმატებებს გვისურვებთ. იხარეთ, ითღეგრძელეთ, იბედნიერეთ. გააგრძელეთ ეს მნიშვნელოვანი საქმე, რასაც აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა.